მოგესალმებით, განვიხილოთ ესეთი პროგრამა, როგორც არის Uninstall Tools. ანუ საქმე რაშია? ალბათ იცით, რომ პროგრამების წაშლა ხდება კომპიუტერში უდალითი ნიზმენი პროგრამა, ანუ ესეთი გვაქვს ესეთი განყოფილება. საიდანაც უნდა მოხდეს პროგრამის სამუშაო უდალით და ასე შემდეგ, ანუ პროგრამა უნდა აქედან სხვანაირად წაშლა არ არის რეკომენდირებული. ამისათვის არსებობს კიდევ ერთი დამხმარე მოწყობილობა. შევიდეთ Uninstall Tools, შემდეგ მოცემულ საიტზე, ანუ საიტის ლინკი ჩვეულებრივ ვივწერთ free უფასო გადმოწერა და რაც საშუალებას მოგცემს 30 დღის მანძილზე ვნახოთ და გამოვიყენოთ ეს პროგრამა. აქ არის მისი სკრინშოტები, რომ საიდან შეიძლება ვნახოთ თუ რას წარმოადგენს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, დავტესტოთ, ჩამოვკეცოთ და გადმოწერის შემდეგ მივიღებთ ესეთ განყოფილებას. გავუშვათ ინსტალაცია. პროგრამის არსი არის, რომ წაშალოს ის დოკუმენტები, რომლებიც ასე ვთქვათ, ჩვენ სისტემაშია და ზოგიერთი ისეთი დოკუმენტი, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს, ასე ვთქვათ, სისტემურია და უბრალოდ თავისი სტანდარტული Windows-ის სტანდარტული წამშლელი ვერ პოულობს, ასე ვთქვათ. ძალიან საინტერესოა. ამ შემთხვევაში 30 დღიანი ვერსია არის, მაგრამ შეგვიძლია მოვძებნოთ ქართულ ინტერნეტში და იქნებ ვნახოთ მისი ქართული, ლიცენზირებული ვარიანტი. ყოველ შემთხვევაში სახელი ვიცით და უკვე დაანჩენი ძალიან მარტივი. გავუშვათ. ძალიან მარტივად იხსნება ესეთი განყოფილება. ეს არის ავტოზაგრუსკა. ავტოზაგრუსკა უბრალოდ ეს ნიშნავს. ანუ აქ არის განყოფილება, რომლებიც Windows-ის ჩართვის თანავე ირთვება. თუ აი აქ ზედმეტი იქნება რამე, შეგიძლიათ წაშალოთ და ეს რა თქმა უნდა Windows-ის ჩართვას აასწრაფებს, იმიტომ რომ მაგალითად მე არ მინდა Skype-ის ისა, შეგვიძლია გამორთო დატვირჩენ როგორც ხედავთ. ისევ გაშვებულია. ჩართვისას Skype ავტომატურად ასე ვთქვათ დაიწყება. შეგიძლიათ აქ დაბავოთ ნოვი პროგრამა მისცეთ და ამატოთ ახალი პროგრამა, ირჩევ რეესტრის განყოფილებას, ან იქ ფაილს. რა თქმა უნდა, ეხლა გაფართოების უნდა იყოს ნებისმიერ ფაილის სკრინშოტი, ასე ვთქვათ, შეგიძლიათ დაამატოთ, მაგალითად Diamond Tools-ი და დაემატება Diamond Tools-ი ავტომატურად შეერთება ყოველ ჩათვლას. მოკლედ, ის პროგრამა გარდა ამ პროგრამების ამ შემთხვევაში მე Kaspersky აუცილებელია. აი თუნდაც აი ეს Neurus პროგრამა მე არ მჭირდება რომ იყოს ჩართული. მოვთითე და მივეცი უდალით. ავტოზაგრუსკა ჩემი კომპიუტერის ჩართვისთანავე ირთვება მხოლოდ ჩვეულებრივ ხმა, Skype და Kaspersky. და სხვა დანარჩენი არ მჭირდება. თანათან მოხდება მისი გამოძახება, ასე ვთქვათ, თუ ის იქნება საჭირო. რაც შეეხება უშუალოდ პროგრამებს, აი აქ არის პროგრამები ჩამონათვალი, რომლებიც ამ შემთხვევაში აყენია კომპიუტერში და რა თქმა უნდა, ისიც შეიძლება ჩვეულებრივ ინსტალაცია მივცეთ ამის საშუალებით. მისი ვადა აქ არის შეგვიძლია მისი ყიდვა, რა თქმა უნდა, უნდა შევიყვანოთ კოდი და არარეგისტრირებული ვერსიისთვის მისი ვადა არის 30 დღე. 30 დღის მანძილზე შესაძლებელია მისი გამოყენება. ხოლო შემდეგ აუცილებლად მოგხსოვს ჩვეულებრივ აქ სისტემური ფაილები, აქ გვაჩვენებს უკვე სისტემურ ფაილებს, რომლებიც ასე ვთქვათ დაინსტალირებულია, თუ რომელიმე აქედან ზედმეტია, შეგვიძლია ამოვიღოთ ფარული ფაილები, რომლებიც ასე ვთქვათ არ ჩანს ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ინსტალერი იმას ვერ ხედავს და შეგვიძლია დაყენება, სწორედ ამის საშუალებით და შეიძლება რომელიმე ფაილის დაყენება. ვადა 30 დღე, როგორც ხედავთ, 30 დღის მერე პროგრამა რა თქმა უნდა არ იმუშავებს, მაგრამ ასე ვთქვათ, ნამდვილად ღირს მასთან მუშაობა თუნდაც 1 დღით, იმიტომ რომ გაწმენს რეესტრს, ანუ გეცოდინება რა გაქვს არასწორი სისტემაში. შემდეგ უკვე ქართულ საიტებზე იქნება აუცილებლად მისი გასაღები. შეიძლება გადმოწერა და დაყენება.